Თქვენს როლზე და პოზიციაზე მინდა უფრო მკაფიოდ ისაუბროთ 4 ოქტომბერს. მე ვთვლი რომ ქართველი ხალხის და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც რუსთაველზე და თავისუფლებაზე იყვნენ გამოსული, იმათ დასაცავად და იმათ გვერდში სამყოფად გაუგზავნივარ ღმერთს. წარმოიდგინეთ, ეს ნამდვილად მოსკოვში დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომ სისხლი დაღვრილიყო და დაღვრილიყო ამათი შეტევით. ეხლა პატასგან მე ვერ დავიჯერე პატა და აგრესორი. ნუ პატას ეხლა შეუძლებელი იქ რაღაცა მოხდა, მართლა რაღაცა შეპირდნენ და გამოიწვიეს აგრესიაზე. ეს ეხლა მე გავიგე ეს, მაგრამ ეს ასე ყოფილიყო თუ ისე ყოფილიყო, მე პირდაპირ გამოვედი და ვთქვი, როგორც კი დავბრუნდი, იმ წუთას არ ვიყავი. და როგორც კი დავბრუნდი, ვთქვი, არც ერთი შენობა არ გვინდა, მე იქ არ მithქვანს ეს პროვოკაცია, ეს მერე ვთქვი, რუსთაველზე ეს პროვოკაცია. ეს უკვე ღამით თქვით. ღამით, იქაც ძიმე სიტუაცია იყო. არ შორდებოდნენ ვიღაცები, მოდიოდნენ, ვიღაცა გულანთებული და ვიღაცა პროვოკატორი, რომ წავიდეთ და ეს გედედე აბარ ისვის მოვედით. და დააკვირდით ახლა რა მოხდა. ესენი მე რო განაწყენდებოდნენ არ მეგონა თავრობა და ეს იმედი რო შემომესეო და ნახდად არ მეგონა, იმიტომ რომ მეგონა რომ მაგარი რაღაცა გავაკეთე თავრობისთვისაც, რომ სისხლი არ დაიღვარა. და თურმე ამათ ჩაუშალე მე სპეცოპერაცია, რომელშიც მილიონებია გადახდილი. მოსკოვში დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიღაცა პარტია, ნუ ვიცით რომ ნაციონალური პარტია, აი როგორ აჯანყებს ხალხს, თორე ხალხი არ არის აჯანყებული და აი ეს პარტია რას უშვრება თავრობას და აი ხალხი როგორ ტრავლიან, რას თქვენ თქვით, როგორ წამლავენ ხალხს და როგორ კლავენ პოლიციელებს. იქ ერთი 10 პოლიციელი რომ მომკვდარიყო, ის ფული ამოღებული ექნებოდა თუ უკვე აი ეს 10 პოლიციელი მაინც უნდა მომკვდარიყო და აქედაც რამდენიც მოკვდებოდა. და აი ეს გეგმა გამოვიდა, რომ ვიღაცა ერთმა მკვლელმა ჩაუშალა რა. იმიტომ თქვენ გამოხოდით თავისუფლების მოედანზე. თავისუფლებას მოედანზე. მიმართეთ ხალხს. ხო, ეხლა იქ იმედის ჟურნალისტმა მითხრა, რომ მათო კოვზიო ნაცარში რომ ჩავარდათო, შენ მერე თქვიო. ანუ მე რო ვთქვი, მართლა 5 წუთი მე რო გამოვედი, 5 წუთში პატაც დაბრუნდა და მურთაზიც. და პატა ზემოთ იყო და უთხარი თითი ვაჩვენე, ხა ჩემით ვერავიდოდი და ამოსვლა მინდა მეთქი და პატამ მითხრა მოდიო. მივედი და ვთქვი, არც ერთი შენობა არ გვინდა და ნუ იცით ეს ტექსტი არ გაგვანთავისუფლებთ და ეს არ გავაკეთოთ. მე დავდივარ აქციებზე მაგის შემდეგ. მანამდე არ დავდიოდი, მაგის შემდეგ დავდივარ. და მოკლედ ხალხი მოდის ჯგუფებად და მეუბნებიან. მამაო, შენ რომ ის არ ეთქვა იქ, ჩვენ ვიყავით ძალიან დაბნეულები, იმიტომ რომ ერთი და არ გვინდოდა ეს თავდასხმა შენობაზე ვიცოდით, ჩვენც ვიცოდით რომ ის არაფერს არ მოგწევდა და მეორე ხო არ ღალატობთ ამ შეკრებას. ამისთვის ხო არ შევიკრიბეთ? ეს ხო არ იყო მთავარი მიზანი და ხო არ წავიდეთ. აი ამაში ვიყავითო. ბიჭები გაუგებრობაში და აი როგორც კი გამოხედი და თქვიო, რომ არ გვინდა, ეს არ არის სწორი და ეს არ გააკეთოთ, იმ წუთას მომეშვაო. აი იმ წუთას მომეშვაო ყველაფერი. ეხა პირიქით ვთქვათ, აი მაგალითად მოვიდა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ნუგზარს და თუ რა ქვია, ზოდელავას და პატას ბურჭულაძეს და მე დავინახე ეს, რომ ამათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მე ხო მათიანი ვარ. აი იმედის იმით, რომ მე ხო ნაციონალი ვარ. ხო და ავდივარ იმაზე და ვამბობ, ხალხო, აი მარტო წავიდნენ და ვერ მოიგეს და წავედით ყველა ერთად. იცი რამდენი ხალხი გამოყვებოდა? და იცი რამდენი სისხლის რვა იქნებოდა? ეს უნდათ იმათ რომ გამეკეთებინა თურმე. და ამას როგორ გავაკეთებდი? ამას როგორ ვიტყოდი? და მე დარწმუნებული ვარ. თავს კი ვიკავებ, მაგრამ ერთი ისტორიული ფიგურა მახსენდებათ, სხვათა შორის თქვენ წოდებაში მყოფი მღვდელი გაპონის ისტორია. თუ არ ვშტები 1905 წელს უკავშირდება ეს ისტორია, როდესაც ზუსტად ეს მღვდელი გამოიყენეს პროვოცირებისთვის, რომელსაც მოყვა შემდეგ დიდი სისხლისღვრა და დიდი რეპრესიები რუსეთის იმპერიაში. მამო, თქვენ რაზეც საუბრობთ, ახლა მათ შორის ახსენეთ რუსული სპეცოპერაცია და მოსკოვში დაწერილი გეგმა.
ის რომ მოსკოვსა და კრემლში იქნება ის თუ მათ სპეცსამსახურებში ძალიან არ უყვარხართ რბილად ნათქვამია, ესეც გასაგებია იმ თქვენი როლის გამო, რომელსაც განსაკუთრებით აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში თამაშობთ, იმიტომ რომ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციაც თქვენ სტატუსთან და თქვენს როლთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. დღეს როცა ქადაგებდით ტაძარში, მე უსმინე ამ ქადაგებას და ჩემთვის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მოვნიშნე, რომელიც მინდა რომ უფრო ფართო საზოგადოებასაც გაუმხილო და უკავშირდება მახშის სავარძელს, რომელიც გაქვთ. მინდა რომ ეს მოკლედ ეს ისტორია გაუზიარო ჩვენს მახშს. მოკლედ მე ქრისტიანობას და პოლიტიკას ანუ პარტიულობას ერთმანეთში არასოდეს არ ურევ. აი მაგალითად ისინი ხო ამბობენ რომ აი ნაციონალური მოძრაობა 2012-ში ესეთი რო იყო იმასთან როგორ გახარ იმედმა მითხრა ეს. და მე შემიძლია უთხრა რომ ბოდიში ვსვიხდი ამ სიტყვის რაც კი ნაგავი იყო ნაციონალურ მოძრაობაში ყველა ოცნებაშია. და ეხლა რომლის სუნია იქ ცოტა უხეშადო ამბობ, მაგრამ ოცნების ნაგავის თუ ნაციონალური ნაგავის ვერ გაიგებ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რა ხალხი ნაციონალებიდან არიან იქ და ისინი რო იქ დგანან და იმედი რო იმათ ამართლებს იმას მიხედო მე ლევან ხაბეიშვილი ეხლა ხან გავიცანი და ეს არც ყოფილა იმაში მთავრობაში და ქუჩის პოლიტიკოს ვეძახი. ქართული სასამართლოს სახე დღეს არის ადამიანი, რომელმაც გინგრილიანზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ეს სისტემა მაფიოზური მეთოდებით უტევს ადვოკატს, რომელმაც სტრასბურგში გირგვლიანის ოჯახს მოაგებინა ეს საქმე მაშინდელი ქართული სახელმწიფოს ანუ რეჟიმის წინააღმდეგ. ხო და არჩევნების წინ საერთოდ ვიცი ინფორმაცია შეიძლება ახლა ეს რომ მომთხოვანო ის იმ კაცმა უარყოს, მაგრამ ვიცი მგლები, რომლებიც თავიანთი მეუფეების დავალებით ამბობდნენ რომ ვინც ოპოზიციას მიცემს ხმას არ აზიაროთ. მე ამაზე ვთქვი ეს რომ მე ყოველთვის მიჯნავდი ამას არჩევნებს და ქრისტეს და არჩევნებში ვის მიცემ ხმას იმის მიხედვით მე ზიარებას არ უკრძალავდი და არც ვაძლევდი. მე ეს მაინც ეს მგონია საერო საქმე და ქრისტიანობა კიდე სხვა რაღაცა და ჩემს ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ოცნების გულშემატკივრები და იყვნენ მერუსეთეები. სულ გამათობდი, მე სწავლობდი მაგათგან, აი როგორ ფიქრობენ, მაინტერესებდა ეს მერუსეთე, რომ აი ამერიკამ დაიწყო ისეთი ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკამ დაიწყო აფხაზეთში ომი და არა რუსეთმა. აი ეს მაინტერესებდა როგორ არგუმენტები მაინტერესებდა როგორ და ვაზიარებდი. იმიტომ რომ ნუ ეხლა საბჭოთა კავშირში გაზრდილი კაცია. მთელი ეკლესია მე რუსეთე იყო საბჭოთა კავშირის დროს და მაშინ არავინ არ უნდა ზიარებულიყო, ხო? ხო და ვაზიარებდი, მაგრამ ვეუბნებოდი შენი გზა არ არის სწორი, პოლიტიკურად არ ვარ ეს, როგორ შეიძლება რუსი ჩვენი მტერია, მაგრამ არ განმიყენები არასოდეს. ეხლა ფაქტურად თუ მალულად არის ვინმე ქართული ოცნების ისატორე, არ ვიცი, ყველა წავიდა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე. მე არ გამიშვია, არა, ყველას ვაზიარებდი, ვინც ადრე ეზიარებოდა, ყველას ვაზიარებდი და ეხლაც იქ სხვადასხვა პარტიის ხალხია, მაგრამ ერთი არჩევნებზე მიდის, მეორე ბოიკოტზე მიდის. არასოდეს ჩემთან არ ყოფილა მათთან ამ თემაზე რაღაც ისეთი, ნუ თავიანთი პოლიტიკური ის არის. მე ამ შემთხვევაში ქრისტე რაშუაშია და აი ეს უკრაინის წინააღმდეგ რო დავიწყე ეს საუბრები და უბრალოდ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთზე რო დავიწყე საუბრები და წინააღმდეგ და ვთქვი რომ ესე ბავშვებს ხოცავს, ბუჩა მოუწყო და რაღაცა. მახშის გამი მაქვს, ესეთი აღოთხელები ესე. და ერთშენიერ დღეს ვზივარ და აი ახეთ ამ ხარეს, მარცხენა მხარეს ზეტი, ამ ხედა კი არის ისისა და ესე დიდი ზეტი და პატარა ვე. ოპერაციის ომის სიმბოლო. ტანკებს რო ეწერა, რუსულ ტანკებს на запад, ახლა რუსულად ვიტყვიეთ და ვასტოკ запад და ეს რომ ნახე ამოჩორკნილი არის თქვენს გამს. ეხლაც არის, სულაც გადავიღებ, გამოგიგზავნით. ეხლაც არის, მე საერთოდ ნიშნების არ მეშინია. ტაძარშივე დგას ეს გამი და იქ ვიღაცამ ამოჩორკნა ეს. საკურთხეველში უდლის გამია. და ამით მე მივხვდი იმათ მინიშნებას. აქვე ვართ, თხილად იყავი, ჩვენ უგვაგინებ. აქვე ვართ. აი რაღაცი ჩაყრა შეუძლია ჩვეულებრივად და გააფშიგებ ფეხებს, მაგრამ ეხლა მე ღმერთი მიცავს. მე ვიცი რომ ღმერთი ვარ და ღმერთი ჩემშია. ეგ მე ვიცი. კი არ წამიკითხია, ვიცი და არაფერს არ მეშინია. ბოლო კითხვა ზუსტად ამაზე უნდა დამესვა, მაგრამ თუ გნებავთ მაინც დავსვა ამ კითხვას.
რწმენაში ყარატყოფი ადამიანისთვის ადვილია გაუმკლავდეს ნებისმიერ რთულ პრობლემას პირიქით ეს რა გარკვეულ გამოცდა დააღიქვავს ამას რომელიც ღმერთის საჩუქრად უნდა მიიღოს მან მაგრამ 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით საზოგადოების ერთ ნაწილში ვერ ვიტყვი რომ ფრუსტრაცია მაგრამ აი ამ ტიპის რაღაცა ეჭვების, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ობიექტური პრეტენზიების და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ რაღაცა გენერალურ ბრძოლად ანონსდებოდა, რაც ჩემი აზრით იყო შეცდომა, მაგრამ ეს ტაქტიკური ნაწილია ხა, სტრატეგიულად და მით უმეტეს მორალურად ვერავინ დაადანაშაულებს ვერც ამ აქციის ორგანიზატორებს და მით უმეტეს იქ მისულ ხალხს, რომ იმის შეცვლა სურთ, რაც ასე ძალიან არ მოგწონს ყველას და ხედავთ როგორ მიდის უარესობისკენ ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენ რა გაძლევთ იმედს იმისას და როგორ მიცემდით არა ხელოვნურ ამედ იმედს ქართულ ხალხს საზოგადოებას რომელიც მათ შორის უპირისპირდება ისე ძლიერ მტერს როგორც არის რუსეთი და მის ადგილობრივ საცეცებს მე როგორ უპირისპირდები გეტყვით მე დავდივარ აქციებზე აქედანაც აქციაზე ვაპირებ წასვლას მე იქ რო ხალხთან მაქვს ურთიერთობა ესეთი ბედნიერი არასოდეს არ ყოფილვარ იქ რუსთაველზე რო ხალხი დგას იქ რო რუსთაველზე ბებოები რო დგანან და ისეთი გონიერები ისეთი ინტელექტები ისეთი რავი და ბიჭები გოგონები ახალგაზრდები შუახნის თქვენი ხნის ჩემი ხნის ბედნიერი კაცი ვარ და აი გიხაროდეთო ქრისტემ რო თქვა მე ამით ხარობ მე გახარებული ვარ ასეთ ქართველებს რო უყურებ და მე მჯერა რო არ წავაგებთ მე მჯერა რო არ წავაგებთ მე მჯერა რო საქართველოს არ წააგებს მე უბრალოდ ვცდილობ რომ რუსებს ჩვენ შესწავლილი ჩვენი ესეთი ფეთქებადი ბუნება შესწავლილი აქვს და ზუსტად მაგაზე მოაწყო ეხლაც მაგრამ მართლა ჩაუვარდა კობზე ნაცარში, იმიტომ რომ ეს ჩვენი ფეთქებადი ბუნება ჩვენ გონებაში გადავიყვანეთ უკვე. და არა ვართ ის ფეთქებადი და უბრალოდ აი ყველაფერზე ხმლით წამსვლელები არ ვართ. ეხლა გონებით მივდივართ და ეს ახალგაზრდები გონებით მიდიან და არ წამოეგნენ. ნუ მეც არ წამოვეგე და დავეხმარე ამაში ახალგაზრდებს რომ არ წამოგებულიყვნენ და ეს ამდენად დაფინანსებული სპეცოპერაცია 3-4 თვეა რომ ამზადებენ იქ ბევრი მოღალატეებს რო იძახიან იმათვის იმდენი ფული ექნებათ მიცემული და ისა მართლა ჩაუვარდათ და ჩაუვარდებათ იმიტომ რომ ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ რუსები ვერ სწავლობენ